გავაკეთოთ ძალიან დეტალური განხილვები. ფაქტობრივად დავღეჭოთ ეს მანქანები. Ყავს Subaru Crosstrek 2018 წლიანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი SUV საქართველოში. ამ თემებს გავშლით, მოკლედ, მაყურებლებს ისეთ რაღაცეებს ვეთყვით ამ პროექტში ზოგადად არ მარტო ამ ვიდეოში, რაც თვითონაც არიციან და რაც ძალიან ახალი იქნება მათთვის. ხშირად ვზივარ ხოლმე ამ მანქანაზე და თავარი მინუსი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რაც ყოველთვის მაწუხებს არის ის რომ 156 თუ 152 ცხენისძალი და 2 და 0 ძრავი აი ამ ტონა ნახევრიანი მანქანისთვის საკმარისი არ არის. მაგრამ აი ამ შეგრძნების გამო ზუსტად რასაც მე წეღან ვამბობდი, უკვე ეგ შეგრძნება აღარ გაქვს, რომ არ ყოფნის რამე. თვალში მაკლია წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი. ხო, ეგ Subaru ფლობელების პრობლემა ამ მოდელის. გამიგია ბევრი Subaru-ისტი მამას უჩივის ხოლმე. ხო, მაგრამ რამდენ ხშირად უდუღდებათ რომ ჯერ ვთქვათ, რამდენ ხანში იცვლება კოლოფში ზეთი, ვარიატორში, ეს არის ვარიატორი და რამდენ ხანში ერთხელ იცვლება დიფერენციალში ზეთი. ზოგადად Subaru იმდენად სპეციფიური მწარმოებელი არის, ამ და იცოდეს Subaru და აკეთებდა ხარისხიანად, ან არ უნდა გაეკაროს ხელოსანი მას, რა შეცდომები შეიძლება მოხდეს, თუნდაც ელემენტარული ზეთის შეცვლის დროს. პირველი საქართველოში ყველაზე ხშირი ამ ძრავის, ან კონკრეტულად FB სერიის ძრავებზე, ეს არის არასწორად დაყენებული ზეთის ფილტრი. ხო და ეხლა მოდი ვთქვათ 530 თუ 020 მე მგონი. რა კი ეს მაინც ამერიკულია. მოგესალმებით. ავტობილდში ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც შეეხება მეორად ავტომობილებს. გავტესტავთ ხოლმე მეორად ავტომობილებს, მაგრამ გატესტვა ცოტა ძალიან ზერელი ნათქვამია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმ მანქანებზე, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია საქართველოში და გაყიდვადიც მეორადებს გულისხმობ, გავაკეთოთ ძალიან დეტალური განხილვები. ფაქტობრივად დავღეჭოთ ეს მანქანები. პირველი ყავს Subaru Crosstrek და ამ პროექტში მარტო არ ვარ, ჩემთან ერთად იქნება შოთა სალამი. გამარჯობა. შოთა არის ჩემი პირველ რიგში ძველი მეგობარი, ჯერ კიდე ჟურნალ ავტობილდში მუშაობდა და წერდა სტატიებს, ჰქონდა რუბრიკა რჩეველი, სადაც რჩევებზე წერდა ძალიან ბევრ სტატიას. შოთა რაც თავარია არის ავტომობილისტი, არის პეტროლჰედი, ხო? უფრო მეტად ვიტყოდი დიზელჰედი ასე დავამბობ. დიზელჰედი, კი ბატონო, დიზელისტი ხარ. შესაბამისად, ცოტა ჰიბრიდებზე და ელექტრომობილებზე ალბათ ცოტა არ გიყვარს, ხო? რბილად ვთქვა. ვერ მეგობრობ ასე ვთქვა. კარგი. მაგას ბევრჯერ მიუბრუნდებით კიდე მაგ თემებსაც. მთავარი ახლა წარმოვადგინოთ ის რომ ყავს Subaru Crosstrek 2018 წლიანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი SUV საქართველოში, ბოლო წლებში ძალიან პოპულარული და გაყიდვადი. დასრულია ძალიან შოთა. ჩემი შეხედვით, რასაც უყურებ, კი საკმაოდ ჩემს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. სპეციალურად მოვიყვანეთ ბუნებრივ მდგომარეობაში და ეხლა ვაპირებთ რომ ჯერ პირველ რიგში გავრეცხოთ, გავაკრიალოთ და ეს არ იქნება უბრალოდ გარეცხვა, რამდენიმე რჩევაც მივცეთ გარეცხვის პროცესში და ბევრმა არის ისეთ რაღაცები უნდა უთხრათ, მაგრამ რო არ იფიქროთ რომ მარტო ვრეცხავთ ეხლა ამ მანქანას, მერე უკვე გავაკეთებთ ტესტ დრაივს, წავალთ, ავწევთ, შევხედავთ და ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ, დაწყებული ძრავიდან გაგრძელებული კოლოფით და ასე შემდეგ. პირველს რას მეტყვი ხა ამ მანქანაზე? ამ მანქანაზე რა შემიძლია გითხრა, საქართველოში საკმაოდ გავრცელებული, პოპულარული მოდელი არის. მოსავლელად უკვე დეტალებში ჩავალთ, როგორი მარტივია, რთულია, იაფშესანახია, რა აქვს თავისებურებები, მაგას შემდგომში უკვე განვიხილავთ და გავავრცობთ. ბოქსერ ძრავია, ძალიან სპეციფიური და მოვლაც სჭირდება თავისებური, ხო ასეა? კი ბატონო, გეთანხმები. ბევრი შეცდომები არის ხოლმე საქართველოშიც და არა მარტო საქართველოში. კი, მაგალითად მაგის ერთ მარტივ მაგალითს გეტყვი. ბევრმა კი იცის, რაზეც უნდა ჩაასხას თავისი რეკომენდაციებს მიყვებიან, მაგრამ არ იციან ელემენტარული წვრილი მაინც, თუნდაც როგორიც არის ზეთის ფილტრი. მნიშვნელოვანი აქ თავის სპეციფიური ფილტრი ჭირდება, რომელსაც ალბათ საქართველოში 80% არასწორად აყენებს. და მომავალში ამას იწვევს სხვადასხვა პრობლემებს. ეს იმ მომენტში შეიძლება არაფერი, 5000 კილომეტრი არაფერი, მაგრამ თუ ზეთის ფილტრი სხვა არის, ამ თემებს გავშლით, მოკლედ, მაყურებლებს ისეთ რაღაცეებს ვეთყვით ამ პროექტში ზოგადად, არ მარტო ამ ვიდეოში, რაც თვითონაც არიციან და რაც ძალიან ახალი იქნება მათთვის. ყოველდღიურ პრაქტიკაში აუცილებლად გამოადგებათ ყველას. ძალიან ბევრ რაღაცას ვპირდებით არა მარტო ამ ვიდეოში, მოკლედ არამედ ზოგადად ამ პროექტში. მოდი ბარემ შოთა უთხრათ მაყურებლებს ამ პროექტის სახელიც, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, რამდენიმე ვარიანტი გქონდა, ძალიან ბანალური, ტრაფარეტული, პათეტიკურიც, მაგრამ ბოლოს მივედით ერთ მარტივ სახელამდე, რომელიც არ ვიცი იმედია მოგეწონებათ. ეს არის დაშლა არ მოშლა. ოღონდ ეხა სადღეგრძელოებს არ ელოდებით იმედია. დაშლა მანქანასთან ასოცირდება, არ მოშლა რო არ უნდა მოიშალოს, ეგეც მანქანებთან ასოცირდება. Ну, ბოლოს ერთი სადღეგრძელო თქვათ ხოლმე, რაღაცა უნდა ვადღეგრძელოთ. ბოლოს, ოღონდ ვიდეოს ბოლოს ამ მანქანასთან დაკავშირებით.
მოკლედ, დაშლა არ მოშლა, დავიწყეთ. წავედით ახლა, ჯერ გავრეცხოთ, რამდენიმე რჩევა მივიცეთ გარეცხვის პროცესში და მერე დავღეჭოთ აი ეს Subaru Crosstrek-ი. აბა დავიძარით. პირველივე ლარიან სამრეცხაოში მოვედით და ახლა ვაპირებთ რომ გავრეცხოთ. შოთა მოდი გავიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ, რას გავაკეთებთ ახლა ისეც რა, რაც ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიძლება მოხმარებელმა არ იცოდეს. გარეცხვის წინ როცა ჩვენ ვრეცხავთ, შამპუნი რაც არის აქ სამრეცხავებზე, არ არის საკმარისი რომ სრულფასოვნად გაირეცხოს. მის უმეტეს აი ამდენი ხნის გავურეცხავ მანქანაში. მიანჩნევა რომ кайხნის ჩამჯდარი ჭუჭყები უკვე და ეგ რომ დავარბილოთ და ადვილად სრულფასოვნად გაირეცხოს. გარკვეულ რაღაც დამატებით საშუალებებს ქიმიურს გამოვიყენებთ, მივახმართ ასე ვთქვათ ზეითაც. ეგ პირველი. მივახმართ რაღაცა დამატებით შამპუნს, რომელიც მოაშორებს უფრო კარგად მწერებსაც და ამ ჩამჯდარ ჭუჭყელს. მერე დისკების იმაზე გქონდა შენ განსაკუთრებული. ამის დისკები ცოტა სპეციფიური არის, შეღებილი არის ლაქით და ამაზე ნებისმიერ დისკის არიცხვის საშუალების ხმარება არ შეიძლება, რომ არ დააზიანოს, გაახუნოს და აჭეროს ასე ვთქვათ. მივიხმართ თავსებად ძალიან მაღალი ხარისხის შამპუნს. დისკების საპრეალებელს სპეციალურად. საპრეალებელს. გარედან შემოვლით მე შამპუნს, გავრეცხავ და ნუ როგორც ხდება მარტივად და მე ბარემ ზაფხულის შამპუნით ჩავასხათ, იმიტომ რომ აშკარად ზამთრის ესხა. კი, მწერები ახლა გარშემო ძალიან ბევრი დაფრინავს და დაჭირდება. კაი, ამოალაგი აბა შენი ავლადიდება, რა გაქვს მან? დისკების საწმენდის საშუალება. დისკების საწმენდი. აუცილებლად. შამპუნის დამხმარე გამაძლიერებელი რომელიც რო ის მაგარი ჭუჭყები ამოვიყვანოთ და თან მწერები მოშორდეს. კი, ეგ აუცილებელია და ბოლოს გადავავსებთ შუშების საკარემენი შამპუნი მწერების საშუალებლად. და რა თქმა უნდა. ბოლოს რა თქმა უნდა გასამშრალებელი სპეციალური სამყარო. ნუ დისკმა დაიწყო უკვე გაწითლება, ესე იგი სითხე მოქმედებს და იმ სამუხრუჭე მტვერს რაც არის დამჯდარი დისკზე აშორებს, იქ მუშაობს. ეხლა მთავარია არ შეშრეს და დროზე გადავავლოთ წყალი. შევასხუროთ დამარბილებელი ჭუჭყის. ხო, ნუ ძალიან ჩამჯდარი ჭუჭყებია და მაგისთვის ვახმართ ახლა ჩვენ რეალურად. შამპუნი ჩვეულებრივი ამას ვერ მოერევა სრულფასოვნად და ეს უნდა მოშორდეს. ესეც არ უნდა შეშრეს. არა და სუნიც ძალიან სასიამოვნო აქვს ამას. შემოურბინთ უცბად გარშემო და მე დავითანთ შამპუნს. ამას როგორც წესი სამრეცხავებში არ აკეთებენ შოთა. არავინ არ აკეთებს ეს ავტომობილის ენთუზიასტები ჩვენ თუ ახმართ. კარგია, აი ეზოიონის სახლი უნდა გქონდეს და ესენი შენ თვითონ უნდა აკეთო ყველაფერი. ეხლა ვიყენებთ შოულებრივ ქაფსაც ამის მერე? კი, აუცილებლად. მაგით ძალიან უბრალოდ დამხმარეა ეს. და ეს დაარბილებს სხვილ ჭუჭყს და მე იმით ჩამოვრეცხავთ დანარჩენს ყველაფერს. აი თეთრი შამპუნი რო დავასხეთ, მე უკეთესად გამოჩნდა ეს შეფერილობა, რაც მიცა დისკის აი ამ სპეციალურმა საპრეალებელმა უკვე რა ფერია ეს? იასამნის ფერი? რაღაც ეგეთია. მაგრამ ბოლოს უკეთესად გამოჩნდება, როცა ჩამოვრეცხავთ, როგორ გაპრიალდება. შოთა? მოდი დამისხით იქით ავაქვს უფრო რა. ეს არის უკვე მინი სპეციალური? ხო. რომ ბოლომდე მაინც ვერ აიღო, ეხა იქ არ დაგვისხია ჩვენ. აქ რჩება ხოლმე მერე ჭუჭყი. თუ არ ჩამოწიე და დამატებით თუ არ გაწმინდე, მერე რო ჩამოწევ, დაგრჩება აი აქ ჭუჭყები. ესეც ასე გავრეცხეთ, გავალამაზეთ და ეხლა დავიწყოთ უკვე აი ამ მოდელის კონკრეტული მიმოხილვა. მე ძალიან მიყვარს ადამიანების დაკვირვება და მათი დამოკიდებულების დაკვირვება ავტომობილების მიმართ. და Subaru-ზე ყოველთვის ჰქონდა ის განცდა, ადრე განსაკუთრებით 10-15 წლის წინ, რომ Subaru ან ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ
სიგიჟემდე უყვარდათ. ან მეორე ვარიანტი საერთოდ არ აინტერესებდათ და საერთოდ ფეხებზე ეკიდათ. შეიძლება ზულდათ კიდეც სხვა ბრენდების ფანებს. პირველი Subaru, რომელმაც მასობრივად მოიპოვა პოპულარობა, გახდა ზუსტად Crosstrek. და ზუსტად Crosstrek-ის მეორე თაობა. პრინციპში შემიძლია მაგაში დაგეთანხმო, იმიტომ რომ ეს უკვე პოპულარული გახდა. უკვე ნებისმიერ ასაკში, ქალშიც, მამაკაცშიც, ახალგაზრდაშიც, გამოცდილ მძღოლებშიც უკვე პოპულარობა მოიპოვა თავის სიმარტივით და გამძლეობის გამო. და არა პირველმა, ანუ პირველი Crosstrek-ი მაინც უფრო Subaruistების ეგრეთ წოდებული სექტის ის იყო რა, სექტას ვამბობ, ოღონდ პოზიტიური გაგებით, არავინ ფიქრობს რომ რაღაცას სულს გულისხმობ. Subaru სექტა ხო იყო ესეთ ფენომენი. არის კიდევაც. არის. კარგი გაგებით. და აი ეს მანქანა, მე მგონი Crosstrek-ი არის პირველი, რომელიც აი ამ პოზიტიურ გაგებით კიდევ ერთხელ ვამბობ, სექტას გაცდა. ხო ესეა? შეიძლება ეგრე თქვას. კონკრეტულად ეს Crosstrek-ი არის ამერიკიდან ჩამოყვანილი 2018-იანია, ანუ რესტაილინგის ერთ-ერთი პირველია, კარგად გორაობს. ჩვენი ძმაკაც. ეს არის ერთ-ერთი პირველი Crosstrek-ი, აი ბოლო თაობის 2018-ში 17-დან რაც გამოვიდა 18-დან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. და მე მახსოვს 2 წლის იყო 2020 წელს ჩამოვიდა ეს მანქანა, ჩემი ოჯახის წევრმა ჩამოიყვანა ჩემი ვერჩევით. და დაჯდა სულ $9,000 თავისი გაკეთებიან, გამბაჟებიან. დაზიანება ჰქონდა ძალიან მინიმალური, რეალურად იყო ჩარტყმული, მარჯვენა მხარეს იყო ჩავარდნილი და ფოტოზე ჩანდა რომ დაზიანებული იყო ბამპერი და ჩანდა რომ დაზიანებული იყო საბურავი და შეიძლებოდა საბურავი შიგნით რაღაც ყოფილიყო. აი ესეთი მინიმალური დაზიანება. და უბრალოდ უკან ჰქონდა მოხსნილი ბამპერები და მეტი არაფერი არ იყო შესაძლებელი. იყო ბამპერი და იყო მარჯვენა მხარეს რაღაცა ჭირდა, ესეთი ჩანდა. ნუ ეწერა რომ იქოქებოდა დადის. როცა ჩამოვიდა აღმოჩნდა რომ გიტარაა მარტო დაზიანებული. მეტი არაფერი არ იყო შესული, მაგრამ როგორც ქართულად ნაკეთებს საქმეს ვეძახი ხოლმე მე ამას, კომპანიამ რომელმაც ჩამოიყვანა ფოთიდან თბილისამდე ევაკუატორზე ხო დადეს? მაინც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მეთქი აი მივიწეთ ეს 200 ლარიც და ჩამოიყვანოს ევაკუატორმა თქო. ჩამოვიდეთ თბილისში და მივედით და რას ხედავთ? საქარე მინა მთლიანად დალეწილია. ეს ძრავის ხუფი კაპოტი როგორ დავარქვათ? არის ჩაუნული და მანქანა არის რეალურად იმაზე ბევრად უფრო დაზიანებული ვიდრე იყო. ნუ ეს არის ქართულად ნაკეთების როგორ ჩანს ევაკუატორზე ზედა მანქანა ჩამოვარდა, ან შედებისა, მოკლედ ყოველ შემთხვევაში საქარემინა იყო გამოსაზრდა. მართალია ამ კომპანიამ ანაზღაურა ყველაფერი შეცვალა როგორც საქარემინა, ისე გააკეთა ეს კაპოტის ზედა ნაწილი, ცოტათი სახურავზეც იყო დეფექტი, მაგრამ ნუ ეს ის უკვე აღარ იყო რაც ჩვენ გვინდოდა და რაც ჩვენ ვიყიდეთ, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, მხოლოდ გიტარა იყო შესაძლებელი, რეალურად. აი ესეთი ისტორია აქვს ამ მანქანას და ესეთი არასასიამოვნო სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ მე მახსოვს რომ რის თქმა მინდა, ხო, რის თქმა მინდოდა $9,000 დაჯდა თავის გაკეთებიანად. და ეს 2020-ში და 2023 წელს 12-ები ღირდა ეს მანქანები, 13-ები. შემოუთავაზებიათ კიდევაც იმდენად მასობრივად მოედო, რომ აუქციონებზე აი 50-60 ქართველი ჩალიჩობდა ამ მანქანის ყიდვას. თუმცა დღევანდელი ბაზრის დინამიკიდან გამომდინარე, ფასები და უკვე აღარ შეიმჩნევა, პირიქით უფრო დაიწია. დღეს ალბათ მსგავსი კომპლექტაციის ეს მოდელი ღირს $8,000-9,000. გვახსოვს კი 2023 წელს, როცა რუსეთში ხდებოდა რეექსპორტიც $14,000-მდე ავიდა ფასი. გაყავდათ მაგრად კი. ფასი დამოკიდებულია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კომპლექტაციაზე. ამერიკაში გვხვდებოდა ბაზარზე 3 სახის კომპლექტაცია, საბაზისო, პრემიუმი და ლიმიტედი. ეს კონკრეტული მოდელი არის პრემიუმი. სტანდარტულად ამას გააჩნია, როგორც ამერიკელებს უყვართ ვარიატორული გადაცემა და კოლოფით, ხოლო ძრავის სიმძლავრე არის 152 ცხენის ძალა. 152, ნუ ევროპულად 156. ეხა კიდე ეგ თემები ცალკე სხვა დროს გავშალოთ, მე ამერიკული და ევროპული ცხენის ძალებს. ევროპაში 156, ამერიკაში 152, 2-დან 0 ვარიატორი, თუმცა ამ თემებს კიდე ერთხელ კიდევ მიუბრუნდებით მე როცა უკვე დეტალებზე გადავალთ და სერვისში მივალთ. ერთი რამ რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეს არის ის რომ 2018 წლიდან როცა ეს მოდელის გამოვიდა, Subaru-მ შექმნა ახალი პლატფორმა, Subaru Global პლატფორმა ესე ერქვა, რომელზეც დააყენა უკვე სამივე თავისი პოპულარული მოდელი, ეს ხო Impreza, Crosstrek-ი და Forester-ი. მანამდე Crosstrek-ი წინა თაობა, ანუ პირველი თაობა იყო Impreza-ს ბაზაზე მხოლოდ და მერე უკვე ერთი მთლიანი პლატფორმა შეიქმნა და ყველა ნაწილი არის ერთნაირი ფაქტობრივად. ანუ მე მაგალითად Forester-ის გიტარა დავაყენე. შეუულებრივად იგივეა, ანუ პლატფორმა არის ერთი Impreza-სთვის, Crosstrek-ისთვის და Forester-ისთვის. არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ რეალურად ხელმისაწვდომია უფრო მეტად ნაწილები და ერთ პლატფორმაზე, ერთ ბაზაზე დგას ეს სამივე მოდელი, სამივე პოპულარული მოდელი.
სანამ წავალთ, მოდი ვნახოთ სალონი. ეს არის პრემიუმ კომპლექტაცია, მაგრამ პრემიუმ ხარისხთან შორს არის, მოდი პირდაპირ თქვა, უბრალოდ Subaru არ ქონს პრემიუმ კომპლექტაციას. არც ისე შორს როგორც ბევრი მანქანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრემიუმ სალონი ესეთი არ უნდა იყოს. მაგრამ ისია გაკეთებული ვიზუალურად, რომ ეხლა ძალიან ისეც არ არის, ხო? ეხლა დამეთანხმე, აი აქ ეს კარბონი, ეკრანი აქვს 7-იანი, 7 დუიმიანი, ლიმინტედს აქვს 10-იანი და პრინციპში ყველა კლიმატ კონტროლი არ აქვს, ხო, ლიმინტედს აქვს კლიმატ კონტროლი. სავარძლებს გათბობა აქვს და გაგრილება არა, ოღონდ მხოლოდ წინ, სხვა შორის პრემიუმში შეიძლებოდა ოპცია უკანა სავარძლის გათბობის აღება, მაგრამ ამ მანქანას არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი არადამატებითი ოპციების მქონე პრემიუმ. მაგრამ ნუ პრემიუმ ხარისხი ცოტა სხვა ვიცით ჩვენ, ხო? გერმანულ ბრენდებში და ასე შემდეგ. ევროპულ ბრენდებში. კი, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ მე ხა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ესეთი ოქროშუალედია მაინც რა, მიუხედავად იმისა, არ გაქვს აქ მოხორისხობის არანაირი, აქ არ არის ხა მაგარი პლასმასები, აქ ეს კარბონიც არის და რა მინდოდა მეთქვა, ხო, რა უნდა მეთქვა აუცილებლად. ხშირად ვზივარ ხოლმე ამ მანქანაზე და თავარი მინუსი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რაც ყოველთვის მაწუხებს არის ის რომ ყოველთვის მიჭირს სწრაფად სავარძლეს ჩემ გემოზე მორგება, იმიტომ რომ ეს მანქანა ჩემი არ არის და როგორც ვიჯდები ხოლმე მთელი აი არ ვიცი მთელი დღის განმავლობაში თუ პირველი დღეა მიწევს სულ ვეჩალიჩები ამ სავარძლეს რომ აი რაღაცნაირად კი ზემოთქვემოთ ადის, ყველაფერი მოძრაობს, ოღონდ არა ელექტრონულად, არამედ მექანიკურად, საჭის მოძრაობის დიაპაზონიც არ არის პატარა, ეხა ყველანაირად მოძრაობს, მაგრამ მთელი დღე ჩალიჩებ ხოლმე რაღაცნაირად ჩემ გემოზე მოვირგო. არის მანქანები, სადაც ძალიან სწრაფად ვახერხებ მაგას. ამაში ცოტა მიჭირს ხოლმე რომ მივიყვანო ჩემ გემომდე. შენ როგორ ვთავს მარჯვნივ? ნორმალურად. მე გამხდარი ვარ და ვიწროს გამია კარგი. არ არის, ხო? არა, საზურგეც რაღაც ცოტა ისე. ხო, ეს არის ნაჭრის სავარძლები, ლიმინტედს აქვს. ტყავი, ლიმინტედს კიდე ბევრი რაღაც აქვს დამატებული, მაგრამ ეხა არ გვინდა რა ხან ამ მანქანაზე ვარ და მინდა გაჩვენო ქართულად გაკეთებული საქმე. კიდე ერთი. ნახე? ამაზე ფარდისებრი აირბალიშები იყო გახსნილი. ნახე როგორ არის? გახეულები. აი ეს არის ქართულად დამაგრებული მერე. ეგრეთ წოდებული აფშუკები. უკან ნახე საერთოდ აი აქ მოტეხილი აქვს ჩამოსაკიდებელი. ნახე? ეს მერე შევამჩნიეთ. აიხნის მერე რა. რომ აი ესია გაკეთებული. მარჯვენა მხარეს არის შიგნით არის შეტანილი კიდე რა აი აქ ნახე. აი ეს კი არის, მაგრამ ნახე, აი. და ეს აქ არის დაზიანებული. აი აქაც. ნახე როგორ არის ჩასმული. ანუ ფარდისებრი აირბალიშები ამოიღეს პატრონმა, ვიცი მე რომ უთხრა რომ არ გვინდა მაგათი შეცვლა, ეს აირბალიში არ იყო გახსნილი საჭის, წინ არც ერთი აირბალიში არ იყო გახსნილი, იყო მხოლოდ ფარდისებრი ეგრეთ წოდებული აირბალიშები, რომელიც ამოიღეს და აი ესე საშინლად დაუტოვეს მერე. ამაზე ვილაპარაკებთ მერე კიდე ცალკე X mode აქვს ამას, ეს ძალიან მაგარი ღილაკი. ეს არის აი ამ Subaru-ს და ზოგადად Subaru-ს ბოლოთაობის მოდელების დიდი ღირსება off-road-ში, ძალიან ბევრი ისეთი ადგილიდან გამოყავს X mode-ს. Crosstrek-ი, სადაც ბევრ თავმომწონე SUV-ს გაუჭირდება გამოსვლა. ძალიან კარგი ცოცვის ისინი ეწყება ხოლმე. ნუ სავარძლების გათბობის ღილაკი აქ გვაქვს. კაი, ზედმეტი აღარ გვინდა, მოდი წავიდეთ. წავიდეთ. ბევრს ურჩევ ხოლმე Crosstrek-ის ყიდვას თან ზუსტად აი ამ ძრავით. ატმოსფერული 2.0 ბოქსერი. ტურბინის გარეშე. აქვს კოლოფი ვარიატორი და მანქანა ვერ იტანს ძიმე ტვირთებს, ხო? როგორც ყველა ვარიატორი, ვერ იტანს გაზაობას ძალიან ბევრს, არ უყვარს, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ არ უნდა აჩქარო. მე ძალიან მომწონს ამ მანქანის აჩქარება და ეხლა უნდა ვთქვა ერთი რამე. ვინც მიჩვეულია ვარიატორის ტარებას, მაგალითად Honda Fit-ების ვარიატორებს, ყველა მიცის, რომ რაღაცნაირი წელვადი, აი რეზინის წელვადი ეფექტი აქვს ხოლმე მყისიერი აჩქარებისას მანქანას. Subaru გააკეთა ცოტა სხვანაირად ვარიატორი, ანუ ვარიატორი ვარიატორია, მაგრამ ხდება ბრუნების ათვლის ელექტრონული პროვოცირება, თუ შეიძლება რომ ქართულად ესე ითქვას. სიმულაცია ხდება 7 საფეხურის, ანუ კოლოფერი უსაფეხურო, მაგრამ ხდება საფეხურების სიმულაცია. ოღონდ ეს არ ხდება მარტო ისრის დონეზე, რომ მარტო ის არის კი არ დახტუნავს. არამედ მართლა ემატება. ეხლა აი გადავარდა ის არის. ნახე, ჰოპ, ავარდა. ეს რისთვის არის ეხლა? ეს კარგია ჩემი აზრით ძალიან, იმიტომ რომ მართალია წვისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი ბრუნი არ არის მაგ დროს. ანუ
უფრო მეც დაწვავს მანქანა, მაგრამ სამაგიეროდ გაქვს ძალის შეგრძნება, სიმძლავრის შეგრძნება და უკეთესი აჩქარება. ეს რო ეგრე არ კონდეს, მაგ შემთხვევაში ვიტყოდი რომ 156 თუ 152 ცხენისძალი და 2 და 0 ძრავი, აი ამ ტონა ნახევრიანი მანქანისთვის საკმარისი არ არის. მაგრამ აი ამ შეგრძნების გამო ზუსტად რასაც მე წეგან ვამბობდი, უკვე ეგ შეგრძნება აღარ გაქვს, რომ არ ყოფნის რამე. ანუ ძალიან კარგად მირბის. სავალი ნაწილი არის ძალიან კაი ჩემთვის. არის ზედმეტად რბილი არ არის. არც ისეთი ხისტია, როგორც ხე ევროპული გემოვნება მოითხოვს ხოლმე, მაგრამ მოხვევა არის სამაგიეროდ საკმაოდ ისეთი პირდაპირი და გააქვს ეს მომენტი, რომ რეალურად აი ეს მანქანა გასიამოვნებს რა ტარების დროს. ოფროუდშიც არ შეგარცხვენს და ძალიან ბევრ თავმომწონე SUV ჩამოიტოვებს, ანუ გავა იქ სადაც ხვები ვერ გავლენ, აი ამ X mode-ით და პარალელურად სიმძიმის ცენტრი აქვს დაბალი და მე როცა ავწევთ ვაჩვენოთ ზუსტად რა და როგორ არის, სად და როგორ აქვს ქვემოთ, სიმძიმის ცენტრი აქვს დაბალი და ძალიან სასიამოვნო სატარებელიც არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ერთ რამ არ დაგვაუწევს ახლა ამ მანქანას უყენია ზამთრის საბურავები, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა ზაფხულში. შეცდომა რა, ახლა შეგიძლია იარო, მაგრამ ახალი ზამთრის საბურავები უყენია და ზამთრის საბურავებს ზაფხულში ორი დიდი მინუსი აქვს. ერთი რომ იცვითება ტყუილ უბრალოდ რეზინა და მეორე გაცხელებულ ასფალტზე და ცხელმდგომარეობა შეიძლება მოგიცუხდეს, აი ლივლივებს რაღაცნაირად, აი რაღაც მომენტებში მოსახლეებში შენც იგრძნობ რომ დაждები რომ ზამთრის საბურავებით არ შეიძლება ზაფხულში სიარული, იმიტომ რომ ცოტა ლიმიტზე თუ ატარე მოსახლეებში მოჭიდებას კარგავ რაღაც მომენტებში. ამიტომ პირველი რაც უნდა უთხრა ახლა ამ მანქანის ფლობელს არის რომ სასწრაფო ზაფხულის საბურავები დააყენოს და ეს ზამთრის საბურავები შეინახოს. და კომფორტსაც უფრო მეტად გაიზრდის, ხმაური აღარ იქნება. როგორ ხო შემოდის ახლა შენ ძალიან. ზოგადად ხმაური იზოლაციაც ცუდი ამ მანქანას არ აქვს. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არ არის პრემიუმ ხარისხის მანქანა. ხარისხმა ყოველ შემთხვევაში არის მის. არის მის, კი ბატონო. ძალიან აგვიანებს. ძალიან და ხმაზე ძრავს ემჩნევა ზმუილის და ღმუილის ხმა ერთდროულად. ეგ არის ჰაერის ფილტრის ამბავი, ზუსტად. აი მაგას რომ გამოსვით მე სანთლებზე უკვე კლავს ახლა ეს. ხო. ამიტომ აი მაყურებელსაც უთხრათ ახლა რა. ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ბოქსერ ძრავზე, Subaru-ს ბოქსერ ძრავაზე ჰაერის ფილტრის ცვლა ყოველი ზეთის შეცვლისას, ხო ეგრეა? კი, ზეთის ჭამა რო არ დაიწყოს, კლება, და რესურსი მაქსიმალურად შეინარჩუნოს. სხვა ახლა მანევრით დგას, საჭმელ გრძნობელობა აქვს, მუხრუჭზე მეჩვენება რომ წელავს, ალბათ ზამთრის საბურავის ბრალი უფრო არის. კი. Subaru-ს მუხრუჭები ზოგადად არ უჩივის ხოლმე. აი, გაწელა საკმაოდ მუხრუჭი. კი, თან ჩქარა არც მივდიოდი. ნუ ახლა მან ხუნდებით ამბავიც არის, მე არ ვიცი ახლა აქ რა ხუნდები აღენია. ხო, ბრენდს მნიშვნელობა აქვს, სადაური. ბრენდი, ხარისხის დონე და ასე შემდეგ. სულ ამბობ ხოლმე, რომ არ უნდა დაზოგოთ ფული საბურავში და სამუხრუჭე ხუნდებში. მუხრუჭე, როცა ახალ მანქანას ყიდულობ, პირველი სამუხრუჭე სისტემა უნდა შეამოწმო და მე დანარჩენს ახლა. იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოება. კი, და ახლა რაც მაინტერესებდა ვაკვირდები, ცოტა იყოს აღმართებზე ვარ. და თვალში მაკლია წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი. ხო, ეგ Subaru-ს ფლობელების პრობლემა ამ მოდელის. კი, გამიგია ბევრი Subaru-ისტი, მამას ჩივის ხოლმე. ხო, მაგრამ რამდენად ხშირად უდუღდებათ რომ? უდუღდებათ, აი ნაავარიო მანქანაზე უხარისხოდ გაკეთებული რადიატორები როცა არის. კი. უხარისხო ანტიფრიზი როცა ნასხამი, არაორიგინალი. ახლა ამას აქვს ჩვეულებრივი მაჩვენებელი. არ აქვს ის არის, ანუ არ გაჩვენებს წყლის ტემპერატურას, მაგრამ როგორც კი გადახურების წინ წავა საქმე, ხო აგინთებს ეგრევე. კი, ცოტას აგინთებს. და მაშინ უნდა გაჩერდე. მაშინ უნდა გაჩერდე და ტემპერატურის მაჩვენებელი რომ გქონდეს, მაგას ცოტა ადრე დაინახავ. ხო, გაგაფრთხილებს და გადარჩევი იმ შემთხვევაში თუ ხარისხიანი ანტიფრიზი გისხია. ანტიფრიზი კიდე ძალზე თემა. ეგ ძალიან დიდი თემა არის. საქართველოში გასაუთრებით კიმიური და სათუთი თემა არის. ხო, ისიც თქვა ბარემ რო გარბენია რა, აქ ბევრი 25000 მილი ქონდა გავლილი, როცა ჩამოვიდა 2020-ში, ეხა აქ 45000 მილი. ცოტა აქ. ამიტომ ეხა ამ წუთისთვის ეგ როდის უნდა ელოდოს Subaru-ს ფლობელი, აი არასასიამოვნო სიურპრიზი, რასაც ვქია წყლის ადუღება. რა გარბენის მე? გარბენი მაგაზე არ არის. ესე პირდაპირ პროპორციულად რამინაირად იქნება დაზიანების ხარისხი. რადიატორის გაკეთება, ქართულად თუ აკეთებენ. მე პატრონი რამდენად იზრუნა. დროულად შეცვალა გაგლების სითხე და სწორი სითხე ჩაასხარა თავარია და თერმოსტატის მუშაობის რეჟიმიც აკონტროლა. ნუ ეს რა ამ შემთხვევაში ცოტა რთული არის და ამიტომ მინდა აპლიკაციით
ნახოთ ახლა თუ გინდა აი მიაჩერე და ესე რჩევის სახითაც მაყურებლებს გამოადგებათ. რამდენი აქვს ამ წუთას ხო მაგის ნახვა გინდა? კი ბატონო. ესე იგი ახლა შევაერთებ OBD ადაპტერს. ერთ-ერთ ყველაზე ისეც. კი, საკმაოდ ხარისხიანს. რომელსაც აქვს თავისი აპლიკაცია, გავხსნით აპლიკაციაში და იქ დამიყურებთ მე ტემპერატურას. ერთი OBD ყოველას უნდა ქონდეს მანქანაში. აუცილებლად მithumetes თანამედროვე ამერიკულ მანქანებში. როგორც მინიმუმ ეგრეთ წოდებული განულება დასბროსვა. განულება ელემენტარული ჩეკის ანდება ბენზინის ჩასხმის დროს. კი ბატონო. ხშირია. OBD დავაკავშირეთ. გავხსნი ახლა მაჩვენებელს. და ავხედავთ წლის ზუსტ ტემპერატურას. 97. კი. რაც არის ნორმალური. კი, დასაშვები არის. ეხლა მუშაობა შეგვიძლია მოძრაობის დროს დავინახოთ. თვალყური ვადევნოთ live რეჟიმში. აი. და ამით შეგვიძლია თუნდაც განსაკუთრებით ზამთარში შევამოწმოთ თერმოსტატის მუშაობა. აბა გავიაროთ. ეხლა კონდიციონერ ჩართულზე დატვირთვას აღმართებზე როგორ აღმართებზე მაღალი დატვირთვა აქვს. 18-ზე ავიდა. ხო არ გვიდუღდება შოთა. ნახოთ სადამდეავა. ანტიფრიზი გვისხია, ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა 100 გრადუსია. 100, ასე რომ არ არის პრობლემა, არავის შეეშინდეს. არ ვარ და საფენის ბლოკის საფენის დაცვის შიში არ გვაქვს. კი ბატონო. ხა ჩვენ ისე არ ქონათ რომ მე ყველა Subaru Crosstrek-ის ფლობელს აიგრე ქონდეს ჩართული მანწყლის ტემპერატურის ისა რა ქვია, მაჩვენებელი. ანუ არ არის აშიში ხალხო? Subaru-ს ფლობელებმა უნდა იქონიონ როგორც მინიმუმ. ტექნიკასთან მეგობრობა შეუძლია და ესმის. ხო, ეს მარტივია რა, OBD გაქვს, ტელეფონში აპლიკაცია და უყურებ ყველაფერს რა. ვართ ამ წესთან და რასაც ერთ-ერთ პირველს აკეთებენ ხოლმე, ავწიოთ ახლა ეს Crosstrek-ი, ჯერ პირველ რიგში დავათვალიეროთ ქვემოდან და მივუცეთ ადამიანებს რჩევები, ჯერ ვანახოთ რა სად აქვს, როგორ აქვს და სერვისის კუთხით მივუცეთ რჩევები და მერე უკვე კაპოტი ავხადოთ და იქაც ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მივუცეთ. ეს ხმა იმედი არ გვიშლის. Subaru-ს ერთ-ერთი მთავარი ავიზიტო ბარათი გნებავთ სამარკო ნიშანი არის მისი სრული ამძრაობა, რომელიც ყველა მოდელშია, თითქმის ყველა მოდელში. სადაც Subaru სრული ამძრავი არ აქვს, ის არის ხოლმე ძირითადად სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით შექმნილი მანქანები. და აი აქ აწერია კიდევაც AVD, ეგრეთ წოდებული მუდმივი სრული ამძრავი, ოღონდ სიმეტრიული სრული ამძრავი, ესე უწოდებს Subaru თავის სრულ ამძრავობის სისტემას. სიმეტრიული სრული ამძრავი Subaru-ს გულისხმობს იმასაც, რომ ერთმანეთის გასწვრივ ერთ დონეზეა განლაგებული, ესე იგი მუხლალილი, ეგრეთ წოდებული კალენვალი, გადაცემათა კოლოფი, დიფერენციალი და კარდანული ღერძი, ეგრეთ წოდებული კარდანი. გავყვეთ ახლა გვაჩვენა სიმეტრია. თავდაპირველად რომ გავყვეთ, ეს არის უკანა დიფერენციალი, რომელიც გრძელდება კარდანული გადაცემის ღერძით, ეს ღერძი შედის უკვე კოლოფის ტრანსმისიის კორპუსში, სადაც არის ინტეგრირებული ხითაშორის დიფერენციალი. ანუ ცალკე არა აქვს გამონაწილებელი არა, გამოყოფილი არ არის, ერთიან კორპუსში არის ვარიატორ კოლოფთან ერთად და ამავე კორპუსის ბოლოში თავში ძრავიდან თუ ვიმშელებთ არის წინა ხიდი. გადავიდეთ სავალ ნაწილზე დაკიდებაზე, აქ რაც შეეხება, წინ გვაქვს MacPherson-ის სისტემა. ნუ აქ წლების წინ გამოცვლილ გიტარას ხედავთ, რომელიც წეგან შაკომ ახსენა. ნუ MacPherson-ი გვაძლევს მეტ სივრცეს და სიმარტივეს, ასე ვთქვათ, საკმაოდ იაფი და მარტივი მოსწავლელია, უკან გვაქვს ორმაგი კუთხით არის მარტივი, ხო, მაგას გულისხმობ. კი, და უკან გვაქვს ორმაგი დაკიდების გიტარული სისტემა, ნუ ამაზე ვთქვათ, რომ ეს ორი სისტემა ერთმანეთში საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული და გვაძლევს როგორც კომფორტს, ასევე საჩეზე მართვის სტაბილიზაციას. ანუ რაც კომფორტის და სპორტის კარგი ნაზავია რა, რასაც მე ვამბობდი წეგან საჩესთან. კი, და ეს წეგან მეცოდ გავიარე გზაზე, ვიგრძენი რომ მოსახვეებში სტაბილურად გავა. უკანა ღერძიც მე მგონი მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი გიტარებია, არ არის ხა რთული არაფერი ისეთი მოხსნა გაკეთების კუთხით, ხო, მე მგონი. არა, თბილისში ამის სერვისები საკმაოდ 5 წელია ეს მანქანა საქართველოშია და სავალ ნაწილში არაფერი არ გაკეთებულა. მე მგონი არც ვატყობთ არა. Subaru-ს კლასიკური წყობა არის, ეგ უკვე სხვა მოდელებზეც მსგავსი. ხო, რამეს ატყობ ახლა ესე ვიზუალურად არაფერი აქ მე მგონი. ერთ-ერთი პატარა გამონადენი იყო მე მგონი მარჯვენა ტვერდამცავზე. ხო, ტვერდამცავზე. საერთოდ გაბზარულია.
ჯერ ვთქვათ, რამდენ ხანში იცვლება კოლოფში ზეთი, ვარიატორში, ეს არის ვარიატორი და რამდენ ხანში ერთხელ იცვლება დიფერენციალში ზეთი. რეკომენდებული როგორ არის? მოდი ესე დავიწყებ. ჯერ ეს ამ ვარიატორული კოლოფის შექმნის ისტორიიდან დავიწყებ. კი ბატონო. ეს ამ კოლოფს ეწოდება Linertronic-ი, Subaru-ს ცნობილი სისტემა არის. ეს კონკრეტულად მოდელი არის TR580, რომელიც უკვე უნიფიცირებულია და სტანდარტულია ყველა თანამედროვე Subaru-ისთვის. და ამ კოლოფის შექმნას ერთი ისტორია აქვს, რომ ეს კოლოფის ტექნოლოგიები Subaru-მ ისესხა და გადმოიღო Audi-სგან. ამიტომ სახელიც მსგავსებული არის Audi-s Multitronic სისტემასთან. არის სხვა ვარიატორული კოლოფისგან განსხვავებით ჯაჭვზე, ჯაჭვით გახდება სიმძლავრის გადაცემა და გადანაწილება. ხოლო გამძლეობით საკმაოდ გამძლე კოლოფი არის, თუ დროულად ჩაუტარდება სერვისები. სერვისი თხოვს ეს ძირითადად ზეთის შეცვლას დროულად. Subaru არ უყვარს მძიმე ტვირთის თრევა და არ უყვარს გაზაობა. ოფროუდზე ბუქსაობებით ალახში და ეს. ბევრი თორე როცა გჭირდება, მაშინ ეს არ ნიშნავს საერთოდ ნაბუქსა. კაი, ინტერვალებზე გითხარ. ინტერვალი დამოკიდებულია ტარების სტილზე. როგორ ივლის, Subaru იძახის რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი მძღოლი როგორც დადის აი. ესე ვთქვათ, Subaru იძახის რომ lifetime არის, ანუ 200,000 კილომეტრი შეგიძლია ისე გაათავოს ზეთია შეცვალა, მაგრამ რეალურ პრაქტიკაში ეგ არსად არ ხდება. ეგ ტარების სტილზე და თვითონზე დამოკიდებულია. ამ კოლოფს არ უყვარს ზეთის დაბინძურება, ფერის შეცვლა. ვინაიდან აქ არის შიგნით ინტეგრირებული ხითაშორის დიფერენციალი, სადაც არის ფრიქციული პაკეტი, ხშირად ხდება ეს ნაცვეთი ფხვნილის აბრაზივისგან დაბინძურება ზეთის. როგორც კი ზეთი ფერს ოდნავ შეიცვლის, უნდა გამოიცვალოს თლიანად. თლიანად გულისხმობ 11 ლიტრა კი ჩადის, მაგრამ 8 ლიტრა იცვლება, აქ შიგნით ფილტრია, ფილტრი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. და განახლება ალბათ ჩვენ რეალ თაგორიან რელიეფში თუ ვისაც ოფროუდობა უყვარს, სადღაც 60,000-50,000 კილომეტრზე შეიძლება. მაინც მაგრამ თუ ქალაქში დადიხარ stop and go რეჟიმში და ოფროუდზე არ დადიხარ და არ აგაზავებ, მაგკუთხით მაქსიმუმ 80,000-ზე მაინც ჯობია შეიცვალოს. ქარხნულიდან 80,000 და მერეც 80,000 თუ ცოტა ესეთი წესიერი მძღოლი ხარ, თუ წესიერი რა, ანუ კარგ გზებზე დადიხარ და თუ ოფროუდი გიწევს და მძიმე უზოობა გიწევს, მაგკუთხით უკვე მერე 50,000-60,000, ხო ესე? კი ბატონო, ეგრე ვთქვათ, მან ორივეზე კოლოფის დიფერენციალიც. მან მნიშვნელოვანია სერვისის ჩატარების ხარისხიც. ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობაა. კი. ნუ ყველა სურჩევნია რა თქმა უნდა ჩაასხას ორიგინალი ზეთი, თავისებური ზეთი აქვს. შეფერილობით მწვანე ფერის არის, მაგით განირჩევა არაორიგინალი ზეთების, მაგრამ თუმცა არაორიგინალი უნივერსალური multi-CVT-ი ეგრეთ წოდებულიც ჩვენივად მუშაობს და თავისუფლად გადის 50,000 კილომეტრს. 50 მაინც. კი. ნუ ჩავითხარი აი ამ შეცდომებზე რა. რასაც ძალიან ბევრი უშვებს და საქართველოშიც არასხამენ სწორად, ანუ რჩებათ ხოლმე ცარიელი რა, მოყევი შენთან. მაგაზე ეს დაწვრილებით შემიძლია მოუყვე, ეს შეცდომები მარტო საქართველოში არ ემართებათ. ზოგადად Subaru იმდენად სპეციფიური მწარმოებელი არის, არ უნდა იცოდეს Subaru და აკეთებდეს ხარისხიანად, ან არ უნდა გაეკაროს ხელოსანი მას, ხო, იმიტომ ბევრი წვრილმანი თავისებურება აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევა არის, ვინაიდან აქ წინა დიფერენციალი და ვარიატორული ტრანსმისიის ასე ვთქვათ ტუმბო, ზეთის ტუმბო არის ახლო გვერდიგვერდ, ჩასასხმელი და ზეთის გამოსაშვები ბოლტებიც არის ძალიან ახლოს, მჭიდროდ ერთმანეთს და ხშირად ეშლებათ ერთმანეთში ჩასხმა. მაგალითად აქ შეგვიძლია ვაჩვენოთ მონიშნულიც არის სპეციალურად ხიდიდან გამოსაშვებს აწერია diff oil-ი. აქეთ ზეთი კარტერიდან ჩამოიღრება, აქ ზეთი კოლოფის ზეთის დონის შესამოწმებელი, ხო ჩასასხმელი კოლოფის არის მარცხენა მხარეს, ხიდის არის აი აქ შიდა ყუმბარის თავზე არის ძალიან რთული მისადგომი. აქ სეცრებობნა ჩაასხა. კი, აქ სპეციალური შლანგით და ეგ უნდა. ხო, მაგრამ დავამშვიდოთ 50 მინიმუმ და 80,000-ზე იცვლება და ეხლა 80,000-ში ერთხელ ცოტა უნდა გაიჭიროს ხოლმე. ხშირი შემთხვევა ყოფილა რომ ხიდიდან ჩამოუშვიათ ზეთი. ხო. მერე ხიდის ზეთი, აქვე ვიტყვი მიდის GL5, 390 სიბლათის ზეთი, მნიშვნელოვანი აუცილებლად კაი ხარისხის იყოს და ეს ზეთი როცა მოინდომოს ახალი ჩაესხათ, იმის მაგერად აქედან შეეშოთ, არ იცოდნენ აქ ჩასასხმელი და ჩაასხეს კოლოფში. და დიფერენციალი დარჩა ზეთის გარეშე. დარჩა მშრალი და 2,300 კილომეტრის მერე, რა თქმა უნდა, მშრალზე მუშაობს და გადახურდა ეს საკისრები. მან ყველაზე ბოროტული ის არის, რომ როცა ცარიელი დარჩა 2,000 კილომეტრი მაინც იარა. თავიდან ვეფეს ვერ ამჩნევ და მერე უცებ უცბად შუა გზაზე შეიძლება მიდიოდეთ და შუა ქალაქში, საცობში, ან ტრასაზე გაჭედოს და გაჭედეს მანქანა. და ეგ იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს. ორი სიტყვით ვახსენოთ სამუხრუჭე სისტემები Subaru-ს
თავის ამ პლატფორმაზე, Subaru Global პლატფორმაზე აქვს უნიფიცირებული და 5-ვე მოდელზე აქვს ერთნაირი სისტემა დაყენებული. თავისი მშობლიური იაპონური წინ Hitachi გვაქვს, უკან Akebono, წეგან პრაქტიკაში ნახეთ, რომ საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა და ეს ამოხუჭე ხუნდების მოდელებიც 5-ვე მოდელზე ეს იქნება Impreza, Outback, Levorg, Forester თუ Crosstrek ერთნაირი უკვე. ხო, წეგან მე რო ჩამოვთვალე, მარტო Impreza, Forester და Crosstrek მოდელებიც არის ამ პლატფორმაზე. ხო, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე სისტემა ერთნაირი ერთმანეთს თავსებადი არის და ერთმანეთზე გადადის. ხო, ეს სამთვის საბურავები ხო, ეს შესაძლებელია უკვე ახალია, კარგია, მაგრამ საფულში ზამთრის საბურავები არ მინდა. ცოდოა. მოდი ახლა ნახოთ რა ხდება ძრავის განყოფილებაში. ძრავი რო გასარეცხია, ეს უკვე ჩანს ისედაც და თავმოყვარე მძღოლსა ესეთი დაბინძურებული მდგომარეობა არ უნდა ქონდეს, ეს მერე გავწმინდოთ, გავასუფთავოთ ელემენტარულად და ვანების სამოწმენდაზეც ვისაუბროთ. მაგრამ თავარი ახლა ძრავის ზეთის ფილტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოდელზე და ხშირად შეცდომიცვლიან, ანტიფრიზი და ასე შემდეგ. მივყვეთ ნელ-ნელა. დავიწყოთ ძრავის ზეთით და მაგის ფილტრით. ძრავზე თავიდან რაც უნდა ვახსენოთ პირველ რიგში, ეს ძრავი არის უკვე ახალი თაობის ძრავი, აქ წინა ძველი EJ ძრავის სერიის ძრავებთან შედარებით ღვედის ნაცვლად გამოყენებული არის ჯაჭვი. ეს ჯაჭვი საკმაოდ გამძლე გამოდგა პრაქტიკა მაჩვენა. ეს ძრავი FP სერიის ძრავი პირველად გამოვიდა 2010 წელს, მე რა მცირედ მოდიფიკაციები გაუკეთდა. გაუმჯობესდა 2013 წელს, უკვე ფაქტობრივად თქოს ითვლება უპრობლემო ძრავად. წესით ჯაჭვსაც შესვლა არ უნდა, მაგრამ Subaru-ის აქვს 200,000 კილომეტრს გატარებს, გააჩნია ისევ და ისევ სერვისი. ხარისხიანზე ციხმა როგორ რამდენად დროულად შეუცვლი თუ არა. ნუ სასურველია რომ 160,000 კილომეტრზე უკვე გამოიცვალოს ჯაჭვი. შეიძლება უკვე პირველი ნიშნები შეიძლება მაგ დროს უკვე გამოჩნდეს. აი რა ნიშნებია ხოლმე ეგ? შეიძლება ძრავში ხმა მოიმატოს, უკვე მაღალბრუნებზე. ვთქვათ, გაიჭიმოს, მაგრამ გაჭიმო ასე შვიათია ძრავში. ნუ ზოგადად 150-მდე ხარ მშვიდად ჯაჭვზე. ზოგადადაც შეიძლება 200-მდე მშვიდად ყოფნა ლოგიკური იყოს. კი, თავარი არის დროული სერვისები. ზეთი შეცვლა ყოველ 7-8,000 კილომეტრზე, მაგრამ 7-8,000. ჩვენ პირველში ჩვენ საწვავზე სასურველია ეგრე. 8,000. რა შეცდომები შეიძლება მოხდეს, თუნდაც ელემენტარული ზეთის შეცვლის დროს. პირველი საქართველოში ყველაზე ხშირი ამ ძრავის, ამ კონკრეტულად FP სერიის ძრავებზე, ეს არის არასწორად დაყენებული ზეთის ფილტრი. განსხვავებით წინა ღვედიანი ძრავებისაგან, რომელსაც ზეთის ფილტრი ეყენა გვერდზე ან ქვევით, და მათი ფილტრის სიმაღლით არის დაბალი, ვიზუალურად გამოირჩევა. ამ ძრავი მოითხოვს მაღალ ფილტრს, რომელიც მუშაობს განსხვავებულ წნევაზე, ღირს თანხაში შეიძლება ორჯერ ხშირად, ორჯერ მეტიც. კი ბატონო. და ბევრი არასწორადაც უკვე ელემენტარული უიცობის გამო არიციან და აყენებენ იმ ძველ ფილტრს, რომელიც პატარა და თან იაფიც არის. იაფიც ღირს და ნუ შესაბამისად ეს იწვევს იმას, რომ ფილტრი მალე იბიდნება, ასე ვთქვათ, და იწყება ზეთის ნაადრევი კლება, ჭამა. ამიტომ ამ შემთხვევაში სწორი ფილტრი უყენებთ. კი, ახლა გაგვიმართლა კოდით შევამოწმეთ და წინაშე სწორი პატრონას სწორი ფილტრი დაუყენეს ეგში. რა ახლა გადავალ თვითონ უშუალოდ ზეთი როგორი ჭირდება ამას. ეს ვინაიდან არის ამერიკული, როგორც მაგრამ აწყობილია იაპონიაში. კი, ასევე ამერიკულის მსგავსად იაპონურებსაც უწერია ზეთის იმპლანტე 0.20. 0.20. თუმცა ევროპულ ვერსიებს, რომელიც ევროპაში გაიყიდა და უკავშირს დამზადდა, იმათ უწერეთ 5.30. აი დილემაა უკვე. ხო, ბევრი შეიძლება დაეჭვდეს, სხვადასხვა კატალოგში ნახოს და ვერ განაჩიოს რატო უწერია როგორც 5.30, 0.20. მთავარი მიზეზი ძირითადად არის ეს ეკოლოგიის ნორმები. ევროპა სხვა აქვს, ამერიკა სხვა აქვს. პირველი ესეთი დამნაშავე და ასე ვთქვათ წყეულა ამერიკელი მძღოლი შეიძლება ასე ვწოდოთ, ეს არის ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტო EPA, შემოკლებით EPA. EPA! რომელიც ბევრს ძურს და დანახვა არ უნდა. კაი, ანუ ამერიკაში უფრო მკაცრია ეგ ეკოლოგია. კი, რაღაც კრიტერიუმებში უფრო მკაცრად აკონტროლებს ვიდრე ევროპა და საწვავის დაზოგვის და ეკოლოგიის გამო უფრო თხელზეც მოითხოვს ამერიკული ვერსიები. ხო და ეხლა მოდი ვთქვათ 5.30 თუ 0.20, 0.20 მე მგონი. რა კი ეს მაინც ამერიკულია. საწვავს შესაბამისად როგორც წიგნში უწერია საერთაშორისო საწვავის მხრივ თლად ესეთი მკაცრი მოთხოვნები არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სტანდარტით 87 აკის, გადავაზუსტებ აკის ითხოვს, რაც ევროპული რონის გადავიყვანოთ გამოდის 91-92 ტონობა და ჩვენ საწვავს რეგულა შეესაბამება, რეალურად უკეთესი არის ძრავის რესურსის გამო, ისევ პრემიუმზე იმუშავოს. პრემიუმზე, ანუ ეგ არის მითი, რეალურად, მოდი მოკლედ ვთქვათ, მითია ის, რომ რეგულარზე შეგვიძლია ამუშავოს. ეს არის მინიმალური მოთხოვნა. ამის ზევით პრემიუმი ჩაისხას, ეს არის ყველაზე იდეალური შემთხვევა. ხო, ზეთის სუპერიცხო შეიძლება.
სუპერი შეიძლება 1000-ში ერთხელ უჩვენოს. ანუ პრემიუმი არის ასურველი. დაუბრუნდეთ ეს 0.20 და 5.30, 0.20 თუ 5.30 ბოლო-ბოლო. ამერიკაში ჩამოყვანილში 0.20 როგორც მივხვდი? კი. 0.20 შევნიათ მithumetes საწოლებში თბილისში იმდენი საწოლები 0.20 მცირე საწოლის ეკონომიკა შეიძლება მოგვცეს. ნუ აქ მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება Z-ის დაშვებებს. ყველას აქვს ამერიკული სტანდარტის API SN-ი მოითხოვება მინიმალური სტანდარტი, მაგრამ SAN-ი შემდეგი თაობები თუნდაც წლევადს გამოსული SQ-ც შეიძლება ამაში ჩაისხას, უკეთესია და როგორც იაპონური მწარმოებელი ისწრებს ასევე იაპონური სტანდარტი ILSAX. თუმცა რომც არ გქონდეს ესეთი Z და ჩავასხათ თუნდაც ევროპული დაშვების Volvo-ს Z, Volvo-ს 0.20 ეგრეთ წოდებული, იდეალურად იმუშავებს ამას. კაი, 5.30 რო ჩავასხა ამერიკულში რა მოხდება? იმუშავებს არაფერი. მაინც იმუშავებს, მაგრამ ჯობია 0.20. და თუ ევროპიდან ყავს ჩამოყვანილი ეგეთი შემთხვევა თუ არის მაინც გამოცდილები და რა კი ის უკვე ნამუშევარი 5.20-ზე უფრო თხელზე გადასვლა არ იქნება. არ იქნება, ამიტომ 0.20. კი, 0.20. გასაგებია. ნუ Z-ის ჭამა ნადრევად არ დაიწყოს, ასევე მნიშვნელოვანია სხვა თამდევი სერვისები მასთან ერთად Z-თან გაიაროს. ეს არის ალების ანთლების დროული შეცვლა. ამას დროული რამდენ ხანში ერთხელ? ამას ქართულად უყენია NGK ირიდიუმი. ირიდიუმი, რომელიც საშუალოდ ამერიკულ სტანდარტის საწოლზე, ევროპულ ხარისხის საწოლზე 100.000 კილომეტრზე შეიძლება შეიცვალოს. ხო, მაგრამ ქართულად გასეტყვი 100.000-ზე უფრო ადრე უნდა შეცვალოს. ჯობია, რა თქმა უნდა, უკეთესია ძრავის რესურსი შეინახება და იზოგება. 80.000-ზე თუნდაც ეს ქართული გაწაყენი ახლა შეიცვალოს 80.000 ნორმა, შემდეგი 60 მინიმუმ თავისუფლად შეიძლება გააკეთოს. NGK-ის გარდა ალტერნატივა შეიძლება. ოღონდ ეგ ირიდიუმს ეხება რა. კიდე ერთხელ გავმართოთ. ალების ანთელი ირიდიუმი NGK. კი და ეს NGK და თუნდაც მისი ალტერნატივაც შეიძლება გამოყენებული იქნას DENSO ისიც ასევე მუშაობს. თავარი არის იყოს სწორი მონტაჟი. სწორი კუთხით დაყენდეს, არ მოხდეს გადაჭერა, ჩამოტრევა და როგორც ხდება ხშირად. შეცვლის პროცესი საკმაოდ რთულია, ძვირად ღირებული არის, აქ უნდა მოიხსნას შემშვების სისტემა, ეს ზევიდან ჩანს. და ჯობია ხარისხიანი დაყენდეს. კარგი ხარისხიანი. და მომდენო 80.000 კილომეტრზე იყო გარანტირებულად იყო მშვიდად. და Z-თან ერთად უნდა შეიცვალოს ჰაერის ფილტრი, მოდი ნახოთ ეს რა მდგომარეობაშია. მოდი ცოტა ხანში შევცვალოთ, ეგ ჯერ ამოვწუროთ, მოდი ანტიფრიზის სისტემაზე გადავიდეთ. სხვა სასერვისო სიტყვები გაგრილების სისტემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია და საყურადღებოა. ბევრი რატომღაც მეორე ხარისხის უნათლის, ეს არის გაგრილების სითხე. Subaru ამბობს, რომ მასში ორიგინალი ქართულად რაც ისმება, უნდა შეიცვალოს 8 წელიწადში, თუმცა 5 წელიწადში თუ შეიცვალოს არაფერი ისეთი. არის ლურჯი შეფერილობის ორიგინალი. კი, ორიგინალი, მაგრამ Subaru-ს ორიგინალი ეს ლურჯი ანტიფრიზი განსხვავდება ჩვეულებრივი ევროპული ლურჯი ანტიფრიზისგან და საქართველოში კიდევ ერთი დიდი შეცდომას უშვებენ, როცა ფერის მიხედვით არჩევენ და მარტო ესე ლურჯი ჩავასხე ეგრე არა. არა, ევროპული ლურჯი, ევროპული წარმოების ლურჯი ან მწვანე ανტიფრიზი ამას უმეტეს შემთხვევაში 99% არ არის თავსებადი. მოკლედ უნდა ნახო კატალოგში. კი, კატალოგში და თვითონ წარმოებელს უნდა ქონდეს რეკომენდირებული, რასაც ასხავ, რომ მოგილად შეიძლება Subaru-ში ჩაისხოს. ასე უბრალოდ ლურჯი ჩავასხე ეგ სწორი არა. არა, ამაში შეიძლება ორგანული ანტიფრიზი და ეს ხშირად აიდან 20 წელიწადში ერთხელ, ხო? 4-5 წელიწადში. 4-5 წელიწადში ერთხელ. ასევე შემდეგ ჭირდება, ქარხნულის ჩასხმის შემდეგ 5 წლის თავზე აუცილებლად გაკონტროლდეს და შეიცვალოს სამუხუჭე სითხე, ეს სისტემა უნდა რომ არ მოხდეს შიგნით კოროზია და დაცული იყოს და შემდეგ 2-3 წელიწადში რეგულარულად. ჩამოგვივარდა. ხო. კარგი გემრიელი შესაძლებელია, შეადარე. მე როგორც ისი 2 წლის ამბავია. კი, ხმაზეც ემჩნევა და უჭირდა. გაწევა რო უჭირდა აღმარჩი და ხმაზე ბოლოს რაღაცა წრეპინს რო იწყებდა ტურბოსავით. ეგ ამბავია. კი, ეს აშკარად თბილისის ტურიან ქუჩებში აუცილებლად ხშირად. აქედან რამე ხო არა ჩავარდნილი, არაფერი ჩავ. არა, შიგნით სუფთავია სრული. კაი, გაუში. ეგ არის? ბატონო, ჩავსვით. ძალიან მარტივი და რამდენიმე წამის საქმეა. ნუ ეს ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ მანქანის მოყვარულს ძალიან მარტივად თავის ხელით შეცვალოს და არ დაიზაროს. ეს წავიდა ნაგავში. რა თქმა უნდა. ჩოლების სახარჯი მასალა. აი ამის გამო აკლდებოდა სიმძლავრე და გაწევა და ჰქონდა ხმა. ბოლოსთვის შემოვიტოვე საკარემინის შამპუნი, საფხული სპეციალური, არომატული, წერების საწინააღმდეგო. კი და ეს მინის საწმენდი რეზინებიც რომ შეინახოს, ეს ეხმარება 2-3 სწრაფად მენდოს.
ეს ცირე რაოდენობა საკმარისია, მე წყალს დავამატებთ, გავაზავებთ და უკვე მზა პროდუქტი არის. ეს არის საწვავის დანამატი, რომელიც საწვავის სისტემას და შეფრქვევის სისტემას იცავს დაბინძურებისაგან და გამწმენდია, ხო სისტემის ესე ვთქვი. გამწმენდია, მომვლელი არის და წვის ხარისხის გამაუმჯობესებელი. ცოტა წვასაც დააკლებს ალბათ? კი, შესაძლოა. და ეს ვიცით რა ახლა ჩვენი საწვავის ხარისხიდან გამომდინარე ეს საკმაოდ აუცილებელი დანამატი არის განსაკუთრებით ისეთი ავტომობილის პრობლემებისთვის ვინც ხშირად მოიხმარება რეგულარს. ნუ ეს ახლა პრემიუმზე დამუშავარია, მაგრამ კი, პრემიუმზეც ძალიან უკეთესი არის. სასურველია თითო ზეთის შეცვლის ინტერვალზე ერთი ასეთი ფლაკონი ჩაისხას. ეს დაახლოებით 60 ლიტრაში ზავდება. თავის ხუბს შემოვაჭრებარე. და ჯობია ჯერ ეს ჩაასხა და მერე საწვავი თუ პირიქით? მნიშვნელობა არ აქვს. ახლა თუ მოძრაობაში ხარ, გზადასხა ჯობია წინასწარ ეს ჩაამატო. შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი განხილვა Subaru Crosstrek-ის. მე ერთი რამე მინდა ვთქვა. ეს მანქანა როცა ჩამოვიდა საქართველოში 5 წლის წინ, მაშინ იყო საიდუმლო რჩევა. საიდუმლო რჩევა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ არ იყო გავრცელებული და ზუსტად მაგიტომაც დაჯდა ჯამში $9,000 2 წლის მანქანა 25,000 მილი გარბენით და მერე ავარდა ფასები, როცა უკვე მოედო, მაშინ იყო საიდუმლო რჩევა. დღეს Subaru Crosstrek-ის საიდუმლო რჩევა აღარ არის, იმიტომ რომ თითქმის ყველა მიცის რომ რაღაცნაირად გამომდგარი მანქანაა, ასე თუ ისე. აი, ასე თუ ისე ჩვენ დღეს შევამოწმეთ, ვიარეთ და დავrწმუნდით მაგაში, პრინციპში, ხო ესეა? ანუ არის SUV ძალიან ბევრ თავმომწონე SUV-ზე უკეთესი გამავლობით, თავის X-Mode-ით, არის ძალიან სასიამოვნო სატარებელი და ამავდროულად ეკონომიური. სერვისის კუთხით შენ როგორ შეაჯამებდი და საერთოდ Subaru-ზე რა სიტყვი ახლა უკვე? ნუ დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე და დღეს რაც ვიარეთ და გავტესტეთ, მე Subaru-ს ყოველთვის ალმაცერად უყურებდი, ვიცოდი რა მაგის ცოტა ტექნიკური ჩახლართული სირთულეები და თავისებურებები და მაგიტომ გვერდიდან შორიდან უფრო უყურებდი ხოლმე. სიმართლე ძალიან მომეწონა. საკმაოდ კომფორტულია, კარგი სამართავი არის, რაც შეეხება მოვლას. პირველი ვიტყვი რომ საწვავის მხრივ ეკონომიურობა საკმაოდ კარგი აქვს, ქალაქში განსაკუთრებულად. ტონანახევრიანი მანქანაა და არ წოვს ბევრს. ხო, საწვავის ხარჯი ბარემ თქვა, ქალაქში არის დაახლოებით 9, ტრასაზე ქალაქგარეთ არის 8-9. აი, ერთნაირია თითქმის. თუ გააჩნიათ არებასაც, მაგრამ 8-ზე ქვემოთ ფაქტობრივად ვერ ჩამოყავს ვერც ქალაქგარეთ და ქალაქში 10-ზე და 11-ზე მეტი გამორიცხული. ანუ 9 ქალაქში, ქალაქგარეთ 8-9. დაახლოებით ერთნაირად წავს. ეგ არის ვარიატორის დამსახურება. კი, ვარიატორის ნამდვილად. ჩვენ ეხა დაშლა არ მოშლის სადაგზელო უნდა დავლიოთ, ხო? ეხა სასმლის გარეშე ვიყავთ. რახან ჩვენ ახალ პროექტს ვქია დაშლა არ მოშლა. მოდი რა უძღეგრძელოთ ეხა ამ მანქანას. ალბათ პრინციპში რითაც არის Subaru ესეც ცნობილი, ერთი ბოქსერის ძრავია, მეორე მაინც ვარიატორული კოლოფი. ალბათ უფრო ვარიატორული კოლოფი, იმიტომ ყველაზე მეტი შიში ვარიატორთან აქვს ხოლმე. და მითია რეალურად ეგ, ხო? ანუ აბსოლუტურად მითია. თუ სწორად მოვლი, აბსოლუტურად მითი არის და თუ ძალიან არ დატანჯავდა. თავარი არ დავტანჯოთ და არ მოვშალოთ. მომავალ დაშლა არ მოშლამდე.